კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოზიტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში გრძელდება. შალო პაპუაშვილი მოხსენებით გამოვიდა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში. ხაზი გაუსვა ჩინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტის მნიშვნელობას და საქართველოს ჩინეთს შორის მზარდ სტრატეგიულ პარტნიორობას. პაპუაშვილის განცხადებით მსოფლიოში ტრანსფორმაციული პროცესები მიმდინარეობს და არსებულ ტურბულენტურ გარემოში საქართველოს პრიორიტეტი მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნებაა. ასევე ისაუბრა ხელისუფლების ძალისხმევაზე, რომელიც ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვისკენაა მიმართული. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და დაკავშირებადობის მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს. დღესვე საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ქალაქ სიანს ეწვევა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებია ჩანიშნული. გუშინ აუდიენციები გაიმართა პეკინში, მათ შორის ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და პირდაპირი ფრენების მნიშვნელობა იყო. ცნობისთვის ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთის რესპუბლიკაში. Ქონდა მაღალი დონის მნიშვნელოვანი შეხვედრები პეკინში. კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ ჩინეთის მხარე მზად არის გაღრმავდეს ჩვენ შორის ურთიერთობები. ეს გამოიხატება როგორც დარგობრივი მიმართულებით, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობების ასპექტში. ჩვენ ამით არ ვასრულებთ შეხვედრებს, მივეგზავრებით შანსის პროვინციაში, სადაც ვექნება შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ მნიშვნელოვან გასაყარზე ვიმყოფებით, ეს პირველ რიგში ეხება შუა დერეფანს და სწორედ ჩვენი მიზანია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული და მათ შორის ჩინეთის ჩართულობით, ვინაიდან ჩინეთი გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე აზია-ევროპის დამაკავშირებელ გზაზე. ბრძოლა სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი კამპანიების წინააღმდეგ. მმართველ გუნდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე სპეციალური სამმართველო შექმნას მიესალმებიან. სამმართველო სიძულვილის ენის აგრესიული კომუნიკაციისა და შეურაცხმყოფელი კამპანიების სისტემურ მონიტორინგსა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას უზრუნველყოფს. როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, მსგავსი კამპანიები ძირითადად ოპოზიციისა და მათი ლობისტების დაფინანსებით ხორციელდება და მიზნად საზოგადოების პოლარიზაციას ისახავს. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ სოციალურ სივრცეში ძალადობა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა და საქართველოს მას წამყვანი ევროპული ქვეყნების მსგავსად ადეკვატური ნაბიჯებით უნდა უპასუხოს. შედეგი უნდა იყოს ის, რომ ზიზღის, სიძულვილის, შუღლის გამაღვივებელი ენა სოციალური გარემოში მაქსიმალურად იქნას პრევენცირებული. ყველა სახელმწიფო, მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენ გულისხმობთ პირველ რიგში ევროპულ სახელმწიფოებს და ევროკავშირსაც მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ ამ მიმართულებით. უმნიშვნელოვანესია ამ სახელმწიფოსთვის ძალიან საპასუხისმგებლო ფუნქციის ბოლომდე რეალიზება, აღსრულება ბოლომდე კანონის, რამე თუ სიძულვილის ენა, შუღლის, შეურაცხყოფის მიყენება, შუღლის ჩამოგდება, წარმოადგენს იმ ძალიან მძიმე სენს, რომელსაც ბევრი მიმართულებით სხვადასხვა ჯგუფები იყენებენ საზოგადოების დაყოფის, დანაწევრების, საზოგადოებაში ფოთის შეტანის თვის, რაც არის გადმოწერილი სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებიდან. აქვე უნდა ითქვას, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას აქ არანაირად ეს საკითხი ბუნებრივია არ ეხება. მახინჯ ნორმად იქცა შეურაცხყოფის მიყენება, ღირსების შემლახავი რიტორიკის გამოყენება, აგრესიული კამპანიები ადამიანების მიმართ. შესაბამისად, ზოგადად საზოგადოებრივ პროცესებს ეს საფრთხეს უქმნის, ამიტომ ეს გადაწყვეტილება სწორედ იმას უწყობს ხელს, რომ ხელი შეუწყოთ საზოგადოებრივი დიალოგის კულტურას საზოგადოებაში და მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში არა რაღაც სხვა შემლახავი რიტორიკის გამოყენებით, არამედ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგის ახალისება შეუწყოთ ხელი. ქართულ მედიაზე თავდასხმის შემდეგ პოლონელი ევროდეპუტატი ქშიშტოფ ბრეიზა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს. ქართულ ოცნებაში ბრეიზას პროვოკაციული განცხადებები არ უკვირთ, როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, ლოგიკურია, რომ ბრეიზას სიმპათიები სწორედ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ აქვს, რომელიც წლებია თავისუფალ მედიაზე ძალადობდა. ცნობისთვის გუშინ პოლონელმა ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ფიქტიური უწოდა. მის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს კი გამოგონილი.
მასზე როგორც ცნობილია, რამოდენიმე სისხლისამართლებრივი საქმე იყო აღზრული და მათ შორის მისჯილიც ჰქონდა. რაც შეეხება მის ქმედებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი. ამ ვიწრო პოლიტიკური ინტერესის მისაღწევად იგი არ ერიდება არაფერს. მათ შორის, რა თქმა უნდა, არის იმ დონეზეც მისული და დასული, რომ თავისუფალი მედიის შეზღუდვას აშკარად და პირდაპირ ლობირებს. ეს ადამიანია, რომელიც თავს ესმის მედიას, ეს ადამიანია, რომელსაც არ მოწონს თავისუფალი სიტყვა და აბსოლუტურად გასაგებიც არის, როცა არ მოგწონს თავისუფალი სიტყვა, შენ მოგწონს სააკაშვილი. იმიტომ რომ სააკაშვილი ასოცირდება პირველ რიგში მედიის წინააღმდეგ, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ, ბრძოლის ინსტრუმენტად ცალკეული ძალების ხელში, იმ ძალების ხელში 2012 წლამდე სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად რო მოიხსენიებდნენ. ისინი ცდილობენ ერთმანეთის გადარჩენას, ერთმანეთის გამოყვანას და ზოგადად მართსაჯულების თავიდან არიდებას და ამ კონკრეტული ევროპარლამენტარის თუ მისი სხვა კოლეგების ძალისხმევაც, რომ სააკაშვილი დაიხსნან კანონიერი სასჯელისგან და მართსაჯულებისგან, განარიდონ მართსაჯულებისგან, სწორედ ამას ემსახურება. ეს ძალიან სახიფათო პროცესია, რა თქმა უნდა, საერთო ჯამში ეს ნიშნავს რას? ნიშნავს დანაშაულის წახალისებას, ძალადობის წახალისებას, სწორედ იმ იდეოლოგიის განმტკიცებას, რასაც ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დილის 11-დან 14 საათამდე გაიმართება. 11 იდენტიფიცირებულიდან 2 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა. ოჯახების გადაწყვეტილებით მათ სხვადასხვა რეგიონში საგვარეულო სასაფლაოებზე სათანადო პატივით დაკრძალავენ. პრეზიდენტმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების თითოეულ წარმომადგენელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. უწყებრივი საიუბილეო მედლების სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღები და თავდაცვის ძალების საიუბილეო თარიღისთვის სპეციალურად დამზადებული საჩუქრები გადაეცათ სარდლებს, ბრიგადის მეთაურებს, დეპარტამენტის აკადემიის, სხვადასხვა ცენტრის, სააგენტოების უფროსებსა და მეთაურებს. ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მომსამსახურეთა ხსოვნას. დღეს გაიმართა ძალიან კარგი ღონისძიება თავდაცვის სამინისტროში, სადაც თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა დააჯილდოვა ღვაწლმოსილი სამხედრო მოსამსახურეები. აღნიშნული ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენთაგანისთვის, რადგან ის დამატებით მოტივაციას გვაძლევს უფრო გულმოდგინედ ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატო ამ დიდი ოჯახის მიმართ, ბატონი თავდაცვის მინისტრის მიმართ, თავდაცვის ძალების მეთაურის მიმართ, იმ ხარდაჭერისთვის, იმ დაფასებისთვის, იმ პატივისცემისთვის, რაც გამოხატეს თითოეული მეთაურის და თითოეული დაჯილდოებული პირის წინაშე. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა თბილისში არსებული გაფორმების ეკონომიკური ზონები და საბაჟო გამშვები პუნქტი, თბილისის აეროპორტი მოინახულა და თანამშრომელთა სამუშაო სივრცეები, ასევე უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერა. მიხეილ მაღლაკელიძემ არსებული გამოწვევების ეფექტიანად შესრულების პროცესში მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხელმძღვანელი პირებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. რუსთავში ქალაქის ისტორიული ქუჩების რესტავრაცია გრძელდება. რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ 9 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს. ავთენტურობის სრული შენარჩუნებით პროექტის შენობების გამაგრებას, სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციას, დეკორატიული აივნების გარე განათებისა და ახალი კარ-ფანჯრების მოწყობას ითვალისწინებს. პარალელურად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იგეგმება ძველი რუსთავის რესტავრაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება. რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა, 22 კორპუსის ავთენტურობა უკვე აღდგენილია და რეაბილიტირებულია, აქტური ფაზაშია 9 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარეობს როგორც იერსახის მოწესრიგება, ასევე რაც ყველაზე მთავარია, კორპუსები გამაგრდება და გაიზრდება მათი საექსპლუატაციო ვადები. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება რუსთაველის ქუჩის
რეაბილიტაციას, რომლის პროექტი აქტიურ ფაზაშია შესული. პროექტი შენობების გამაგრებასა, ქუჩის ავთენტურობის შენარჩუნებას ითვალისწინებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს შეხვდა და ბაღის საქმიანობას გაეცნო. ბათუმის ბოტანიკური ბაღი განვითარების ახალ ეტაპზეა, ფართოვდება მისი ფუნქციები და ძლიერდება ეკოლოგიური, სამეცნიერო და ტურისტული მიმართულებები. პარალელურად იგეგმება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მაღალმთიან აჭარაში, ალპური ბოტანიკური ბაღის მწვანე და შავი ტბების, ასევე ბეშუმის მიმართულებით. ჩვენ გქონდა მსჯელობა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მოვისმინე პრეზენტაცია თუ რა გეგმები არის სამომავლოდ ბოტანიკურ ბაღში. ძალიან სამბეჭდავი არის ის პროექტები, რომელიც ხორციელდება და დეტალურად ჩვენ გავიარეთ თუ რა შეიძლება დამატებით გაკეთდეს, რათა მეტი ვიზიტორი ვყავდეს. ფიქრობ სამეცნიერო მიმართულებით, ტურისტული მიმართულებით, 4-ვე სეზონზე განვითარების თვალსაზრისით ჩვენ ერთად ვიზრუნებთ ჩვენი რეგიონის და ჩვენი სავიზიტო ბარათის ბოტანიკური ბაღის განვითარებას. ვისაუბრეთ ბათუმის ბოტანიკური ბაღში მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. ასევე საუბარი შეეხო ბათუმის ბოტანიკური ბაღის უნიკალური კოლექციების მართვისა და განვითარების სტრატეგიებს. ასევე ხაზი გაესვა ალპური ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულსა და ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე ის პრიორიტეტული ღონისძიებები განხილეს, რომლებიც სისტემის გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. ძირითადი საქმიანობა მელიორაციის კუთხით აქ გახდა დრენაჟი, დაუგეგმეთ ის სამუშაოები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს გურიის მოსახლეობას, დავსახეთ ის პრიორიტეტულობა, რომელიც ამ მიმდინარე სეზონის დროს უნდა განვახორციელოთ და რა თქმა უნდა გავინხილეთ ის მასშტაბური პროექტები, რომელსაც რეგიონის გუბერნატორის და რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად გეგმავთ, რომ განვახორციელოთ. საქართველოს მელიორაციის კომპანიის ხელმძღვანელობასთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გავმართეთ გურიის რეგიონში. ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო პროექტებზე და იგეგმა ერთობლივი სამუშაო, რაც ვფიქრობ მეტად საჭირო და აუცილებელია როგორც მუნიციპალიტეტებისთვის, ასე ჩვენი მოსახლეობისთვის. ლაგოდეხში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს. თარიღთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ პარკში ბრწყინვალების ორდენის კავალერის ანსამბლ ლაკბასტის დამაარსებლის ამირან არჩვაძის სახელობის რეგიონალურ ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდა. საღამოში მონაწილეობა კახეთის 15-მა ქორეოგრაფიულმა სტუდიამ მიიღო. მოიწყო ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც. დასრულდა ტრადიციული ამირან არჩვაძის სახელობის რეგიონალური ქორეოგრაფიული ფესტივალი. ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, ემსახურება ქართული ქორეოგრაფიის განვითარებას, პოპულარიზებას, ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვა კუთხით წარმოჩინებას, ანსამბლების მხარდაჭერა და ზოგადად ისტორიის პატივისცემას. მოხარული ვარ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ტრადიციად იქცა ამირან არჩვაძის სახელობის ქორეოგრაფიული ფესტივალის ჩატარება, რომელიც მიზნად ისახავს კახეთის მასშტაბით არსებული ანსამბლების გაერთიანებას, დამეგობრებას და მათი შემოქმედების საზოგადოებისთვის გაცნობას. ჩვენ ერთად ნიკოსთვის გარდაბნის ცენტრალურ პარკში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება 15 წლის ნიკოლოზ ქურასბედიანის მხარდასაჭერად ჩატარდა, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და ამჟამად ისრაელში სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. კონცერტი გარდაბნის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ახალგაზრდებმა, მუსიკალურმა ჯგუფებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.